2024 წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მასშტაბით 444 ადამიანი დაიღუპა, 7587 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ყველაზე მეტი 76 ადამიანი თბილისში დაიღუპა, 71 ადამიანი სიცოცხლე შეეწირა იმერეთში მომხდარ ავარიებს, 56 ადამიანი დაიღუპა ქვემო ქართლში, 51 კახეთში, 46 აჭარაში, 38 შიდა ქართლში, 35 სამეგრელო ზემო სვანეთში, 34 მცხეთაში, 18 სამცხე-ჯავახეთში, 10 გურიაში და 9 ადამიანი დაიღუპა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. სტატისტიკის მიხედვით 1787 შემთხვევაში ავარია მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით მოხდა, ხოლო 1766 შემთხვევაში მანქანა ქვეით დაეჯახა. 2024 წლის განმავლობაში ქვემო ქართლში 501 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 56 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 75 დაშავდა. ავარიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზთა შორის პირველ ადგილას 394 შემთხვევით მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებაა. 358 შემთხვევაში მიზეზი შემოხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლის ან გასწრების წესის დარღვევა იყო, ხოლო ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო 185 ავარია მოხდა.